სასტუმრო ტელეგრაფის საკონფერენციო დარბაზში სამზითვო ვეფხისტყაოსნის და 21 საუკუნის ხელნაწერი ვეფხისტყაოსნის წარდგინება გაიმართა. აღნიშნულ გამოცემასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მისალოცი წერილი ღონისძიებაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ წაიკითხა. მღვდელმთავარმა შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს ეკლესიის მეთაურის ლოცვა კურთხევა გადასცა. მინდა მოგესალმოთ ყველას და მინდა პირველ რიგში გადმოგცეთ ლოცვა კურთხევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის და დალოცვა და მინდა ავიკითხო მისი გზავნილი. მოხარული ვარ ჩვენ საზოგადოებას მიულოცო ვეფხისტყაოსნის ორი უმნიშვნელოვანესი გამოცემის, სამზითვო წიგნის და ჩვენს თანამედროვეთა ხელნაწერის სახით რუსთაველის უდავი პოემის წარდგენა. ორივე ამ გამოცემის ერთ-ერთი მთავარი მიზანი საუკუნოვანი ტრადიციის აღდგენაა. ბატონ გურამ ახალაიას მიერ ფრიად ორიგინალურად და შთამბეჭდავად განხორციელებული. მან გააცოცხლა ვეფხისტყაოსნის სამზითვე სასაჩუქრო დანიშნულება, რითაც პირველ რიგში ახლად შექმნილი ოჯახებისთვის და მათი შთამომავლობისთვის ამ პოემის განსაკუთრებული ღირებულება წარმოაჩინა. ამასთან ვეფხისტყაოსნის ეს გამოცემა ორიგინალური და ყველასთვის სასურველი გახდა საყოველთაოდ აღიარებული მხატვრის ბატონ ლადონ გუდიაშვილის ილუსტრაციების გამოყენებით. რაც შეეხება ხელნაწერ ვეფხისტყაოსას, რომლის გადაწერასა და გამშვენებაშიც ჩვენი დროის ასობით გამოჩენილმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ვიტყვი, რომ იგი მართლაც უნიკალურია. ეს არის საოცარი სითბოთი და სიყვარულით გაჯერებული წიგნი, რომლის თითოეულ სტროფში ყოველმა გადამწერმა და მხატვარმა დიდი რუსთაველისადმი თავისი სიყვარული, პატივისცემა და მოგზაურობა ჩაახსოვა. ეს გზნობა არ გვტოვებს იმის მიუხედავად ხელნაწერი ცოცხალ პიროვნებებს ეკუთვნის თუ აწუყვე ხარდაჭრა. მართალია წიგნმა ვერ მოიცვა თანამედროვე ღირსეულ ადამიანთა სისავსე, მაგრამ ფაქტია, ასეთი იდეის განხორციელება ფრიად შრომატევადი საქმეა და მხოლოდ ვეფხისტყაოსაზე უსაზღვროდ შეყვარებულ პიროვნებებს შეეძლო ეს რეალობა ლექცია. გულოცავთ და ბოლოს ვიცი, რომ ბატონ გურამს და სხვა ადამიანებსაც აქვთ დიდი სურვილი თბილისში გაიხსნას ვეფხისტყაოსნის მუზეუმი, რათა ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს, ასევე ჩამოსულ სტუმრებს ჰქონდეთ შესაძლებლობა გაეცნონ მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და სათანადოდ დააფასონ მსოფლიო მნიშვნელობის ეს შედევრი. ჩვენი საერო კულტურის გვირგვინს ვეფხისტყაოსას ეს პატივი ნამდვილად ეკუთვნის. ღმერთმა დაალოცოს ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობა მიიღო აღნიშნული წიგნების გამოცემაში, ვინც აფასებს შოთა რუსთაველს და საერთოდ ქართულ კულტურასა და იღწვის მისი განვითარებისა და პოპულარიზაციისათვის. ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. ვეფხისტყაოსანმა ასახა ოქროს ხანის საქართველო. და ოქროს ხანის საქართველო ეს არის ქრისტიანული სრულყოფილების უმაღლესი საფეხური, რომელსაც შეუძლია მიაღწიოს ერმა. ანუ ესე იგი მაგალითი იმისა, თუ რა შეიძლება მიაღწიოს ქრისტიანმა ერმა. და აი ეს დიდი სული ღმრთისა და მამულის და მოყვასის სიყვარულის, რომლითაც გაჟღენთილი იყო ეს ხანა და აი დაბეჭდა თავის უკვდავ ქმნილებაში რუსთაველმა და მიუხედავად იმისა, რომ დრო იცვლებოდა და შეიძლება ძალიანაც შორდებოდით, აი რუსთაველის საშუალებით ჩვენ მუდამ გვახსოვდა ვინ ვარ ჩვენ, რა შეგვიძლია ჩვენ და საით უნდა მივდიოდეთ ჩვენ და ყველაფრის მიუხედავად ჩვენი ვექტორი, ჩვენი გზის მაჩვენებელი იყო სწორედ რუსთაველი და აი ეს გადაწერა ამისი და გავრცელება და ეს ზითვად გატანება ეს იყო საოცარი ღვაწლი, რომელიც
აი სწორედ მაშინ როდესაც არ იყო ამდენი ბეჭდვა და ესე იგი საოცარი რამ მოხდა რომ აი ესე შეინახა რუსთაველმა ოქროს ხანა ქართულ სულში და დღემდე მოვიდა ეს და აი დღეს მით უმეტეს როცა ამდენი საშუალება გვაქვს ჩვენ უნდა აღვადგინოთ ეს ტრადიცია და რასაკვირველია დღევანდელი დღე არის ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ეს ასეთი გამოცემა არსებობს და მე ღრმად წამს რომ არ დარჩება ოჯახი საქართველოში რომელიც თავის ქალიშვილს არ გაატანს ზითოებში ამ დიდებულ ასე ვთქვათ სამზითო ვეფხისტყაოსს. ეს არის მართლაც საოცარი დღე ჩვენს აღქმაში კიდევ ერთხელ გაცოცხლდა ვეფხისტყაოსნის ეს უკვდავი ქმნილება რამაც აი ამ ძვირფასი საზოგადოების კმაყოფილება გამოიწვია მოისმინეთ ბევრი გამოსვლელების რომლებმაც საოცარი სიზუსტით და სილამაზით გამოთქვეს აი ამ უკვდავი ქმნილების კიდევ ერთხელ ჩვენი საზოგადოების წინაშე გამოჩენა. განსაკუთრებული მადლობა ბატონ გურამ ახალაიას, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ემსახურება აი ამ ქართულ საგანძურს და დღეს საზოგადოების წინაშე კიდევ ერთხელ გააცოცხლა. დიდი მადლობა ბატონ გურამ ახალაიას. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, სამზითვო ვეფხისტყაოსანი გამორჩეულია წიგნს წინუძღვის უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის წინასიტყვაობა, შოთა რუსთაველი და მისი საღვთისმეტყველო შეხედულებანი. გამოცემაში გამოყენებულია ლადო გუდიაშვილის ილუსტრაციები. წიგნს დართული აქვს საქართველოში ვეფხისტყაოსნის მზითვად გატანების ტრადიციის შესახებ აკადემიკოს ავთანდილ არაბულის კვლევაც. ღონისძიებაზე სამზითვო ვეფხისტყაოსანთან ერთად წარმოდგენილი 21 საუკუნის ხელნაწერი ვეფხისტყაოსნის ახალი გამოცემა აღნიშნული 15 წლის განმავლობაში იქმნებოდა. აღსანიშნავია, რომ ორივე წიგნის გამომცემელი და იდეის ავტორი გახლავთ ვეფხისტყაოსნის კოლექციონერი გურამ ახალაია. ღონისძიებას წმინდა სინოდის წევრები, სხვა სასულიერო პირები, მეცნიერები, ხელოვანები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 21 საუკუნის ხელნაწერი ვეფხისტყაოსანზე მუშაობის პროცესში მისმა უწმინდესობამ ბრძანა, რომ ეს ხელნაწერი უნდა გამოიცეს და სამზითვო ვეფხისტყაოსანი გახდებაო. მართლაც რომ გამოიცა ვეფხისტყაოსანი ყველა ყიდულობს ქორწილში საჩუქრად და თან დასძინა მაშინ რომ ისე ერთი სამზითვოც უნდა გამოგვეცაო. იმის მერე ვაგროვებდი წყაროებს, როგორი ტრადიცია გქონდა მზითვად გატანების ვეფხისტყაოსნის, ვეცნობოდი ისტორიულ მასალებს და ბატონმა ავთანდილ არაბულმა მოახერხა და საოცარი კვლევა გააკეთა მზითვად გატანების ტრადიციაზე. გუდიაშვილების ოჯახი გამოეხმაურა ამ პროექტს, მოგცეს ლადო გუდიაშვილის უნიკალური შედევრები ვეფხისტყაოსანზე და პატრიარქის წინასიტყვაობით გამოვიცით სამზითვო ვეფხისტყაოსანი. და ამით გვინდა რომ პატრიარქის სურვილი არის ასეთი, რომ ავაღორძინოთ ეს დიდებული ტრადიცია საქართველოში. ხელნაწერი ვეფხისტყაოსანი როგორც კი გამოიცა, მაშინათვე დამთავრდა ტირაჟი და გავიმეორეთ ახალი გამოცემა ეს და რახან ორივე არის სამზითო, ამიტომ დღეს იქნება ორი ვეფხისტყაოსნის წარდგენა აქ. ხელნაწერი 21 საუკუნის ხელნაწერი ვეფხისტყაოსნის, რომელსაც ყავს 300-მდე გადამწერი. დაიწყო მისმა უწმინდესობამ, სინოდის წევრებმა 30 მეუფე მონაწილეობს ამ პროექტში. და მეორე გვერდი გადაწერა ჭაბუ ამერიჯიბმა, ანა კალანდაძემ და ასე გაგრძელდა ბოლო გვერდი გადაწერა დიდმა ხელოვანმა მერაბ ბერძენიშვილმა. 17-მა მხატვარმა გააკეთა საგანგებოდ ამ ხელნაწერისთვის ილუსტრაციები და ყველა გვერდი გაფორმებულია მხატვარ რესტავრატორ ლია სიხარულიძის მიერ მე-11-მე-13 საუკუნეების ხელნაწერებიდან კამარებითა და მინიატურებით. ახალი ვეფხისტყაოსანი, რომელიც ახლა ჩვენ მივიღეთ, ეს არის უნიკალური გამოცემა მრავალფეროვანი. პირველი, თავისი ტექნიკური მხარით. მეორე, ეს არის გუდიაშვილის ილუსტრაციებით დასურათებული და ძალიან საინტერესო გახადა ამან ვეფხისტყაოსანი. ადრე არ ყოფილა ასეთი. და მეოთხე, ჩემთვის მნიშვნელოვანი ეს არის, მას აქვს უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის წინასიტყვაობა. ეს არის გენიალური მეცნიერული თვალსაზრისით. ჯერ მიმოხილული აქვს ვეფხისტყაოსანი, შოთა რუსთაველი ეპოქა მას, მაგრამ
მას აქ პოზიცია გამოხატული ვეფხისტყაოსნის მიმართ იყო პერიოდი, როდესაც აუგსაბობდნენ, რომ ეკლესიამ დაიწუნა ვეფხისტყაოსანი და ავტორ პირველ სასახელებდნენ მის ავტორად. აი ილია მეურის ღვაწლი ეს არის და მნიშვნელობა, რომ მან უკუაგდო ამგვარი მცენები და დაასაბუთა მეცნიერულად, რომ ვეფხისტყაოსანი ეს არის ჯერ ერთი ქრისტიანობის დამცველი და ქრისტიანობის პატივისცემელი ძეგლი და მეორე ქრისტიანობისგანაც პატივდებული. ასე იყო ყველა და ასე იყო შემდგომშიც უკვე ჩვენი მე-20 საუკუნის 60-იან წლებში სწორედ ერთ-ერთი მოთავე მისი იუბილისა იყო ეკლესია. დღევანდელი დღეც არის აღნიშნა იმისი, რომ აი ასეთი კაცის არ დავიწყება თანაც ძალიან ორიგინალური სახით, რაც ბატონმა გურამ ახალაიამ გააკეთა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მისასალმებელი. ამიტომ ულოცავ მე ქართველ ხალხს ამ ღირსეული წიგნის შევოტანას ხმარებაში. მნიშვნელოვანესი დღეა ნამდვილად დღეს ორი მნიშვნელოვანი გამოცემის წარმოდგენა იყო გურამ ახალაიას ინიციატივით. გამოიცა ხელნაწერი 21 საუკუნის ხელნაწერი ვეფხისტყაოსანი 300-ზე მეტი ასე ვთქვათ მოღვაწის გადაწერილი და გამოიცა სამზითო ვეფხისტყაოსანი. ეს არის დიდი ქართული ტრადიციის აღდგენა, როდესაც ქალიშვილებს ოჯახები ატანდნენ ერთ-ერთ მთავარ მზითვად პირველ სიაში პირველად ეწერებოდა ვეფხისტყაოსანს და ეს იყო დიდი ჯილდო ნამდვილად ქალბატონებისთვის და მე ამ ვეფხისტყაოსნის სულისკვეთებით ზრდიდნენ შვილებს. შემდეგ თავიანთ შვილებს ატანდნენ და ასე შემდეგ. რაც თავარია ამ ვეფხისტყაოსანს უძღვის, უწმინდესის წერილი ამასთან დაკავშირებით და კიდევ რაც თავარია ეს სამზითო ვეფხისტყაოსნის ტრადიციის აღდგენა არის უწმინდესის ინიციატივა. იგი ლოცავს ამ ტრადიციას და ამბობს, რომ ეს არის ეკლესიის მიერ ვეფხისტყაოსნის და მისი ავტორის აღიარება. დიდი მადლობა ჩვენს ბრწყინვალე პატრიარქს აღადგინა ესეთი დიდი ტრადიცია, ვეფხისტყაოსანი კვლავ სამზითო გახდა. მე მინდა მადლობა გადაუხადო ბატონ გურამ ახალაიას, რომელმაც დიდი შრომა გასწია და გამოსცა ეს წიგნი და ძალიან მიხარია, რომ ამდენი წლის მერე კვლავ ლადოს ილუსტრაციებით გაფორმდა. ჩვენ გვყავს დიდი მწყემსი ჩვენ ეკლესიას სათავეში უდგას ბრძენი სასულიერო პირი. მოიფიქრა ის, რამაც სინათლე უნდა შეიტანოს ყველა ოჯახში. ყველაზე დიდი განძი შედის ქორწილის სიხარულთან ერთად ქართულ ოჯახში. ბიბლია და ვეფხისტყაოსანი. და რა თქმა უნდა, უწმინდესის აი ამ დიდ წამოწყებას არ შეიძლებოდა საერო სფეროში თავისი გამოძახილი არ ეპოვა. და ეს კაცი გახლავთ ბატონი გურამ ახალაია, რომელმაც მოიფიქრა აგრეთვე ის, რომ ჩაერთო ყველა ქართველი ვეფხისტყაოსნის ტექსტის გადაწერაში. ფონდ ქართული გალობის ორგანიზებით გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტში ედიშერ და გიორგი დიდი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდიების გადაცემის ცერემონია გაიმართა. წლევანდელი სტიპენდიატები გახდნენ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ნინო თავაძე და მაგისტრანტი შატო ყუბათაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი გიორგი ვახტანგაშვილი და გალობის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ანა თანდილაშვილი. ორგანიზატორთან განმარტებით ფონდ ქართული გალობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალგაზრდების მხარდაჭერაა. სწორედ ამ მიზნით დააარსა ფონდ ქართული გალობის დამფუძნებელმა ვანო ჩხარტიშვილმა 2016 წელს სტიპენდია, რომელიც ყოველწლიურად თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გალობის უნივერსიტეტის მაღალი აკადემიური მოსწრებისა და აქტიური სამეცნიერო ცხოვრების მქონე სტუდენტებს გადაეცემათ. ღონისძიებას გალობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნანა გოთუა, ამავე უნივერსიტეტის დეკანი ზურაბ წკრიალაშვილი, გალობის უნივერსიტეტის პრორექტორი თამარ ჩხეიძე, ყოლაწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის სახელმწიფო კამერული გუნდის ხელმძღვანელი სვიმონ ჯანგულაშვილი, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფონდის თავმჯდომარე ლალი სეთურიძე, ედიშერ და გიორგი გარაყანიძეების ოჯახის წევრები, პროფესორ მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
დღეს გალობის უნივერსიტეტში შევიკრიბეთ და გადავცემთ ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობით სტიპენდიას 3 უნივერსიტეტის სტუდენტებს. ესენი გახლავთ სახელმწიფო კონსერვატორია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გალობის უნივერსიტეტი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერა ახალგაზრდების, სტუდენტების, რომლებიც სწავლობენ იმ პროფესიას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს გახლავთ პროფესია ქართული ხალხური სიმღერა და საეკლესიო გალობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ახალგაზრდებს აბსოლუტურად გათავისებული აქვთ რა არის ტრადიციული ქართული ხალხური მუსიკა, რას უნდა ემსახურონ, ვისი გზა უნდა გააგრძელონ და ჩვენ ამ სტიპენდიით კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ამ ახალგაზრდებს თავიანთი გაწეული შრომისთვის და ამით мотивაციას ვაძლევთ სხვა სტუდენტებს, რომ მომავალ წელს ისინი გახდებიან ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობითი სტიპენდიის სტიპენდიანტები. ედიშერი მე ჯერ ჩემი სტუდენტობიდან მახსოვს. ეს იყო პიროვნება ძალიან ფართო სპექტრის მუსიკოსი. კითხულობდა ლექციებს, იყო მკვლევარი, დადიოდა უცხოეთში სხვადასხვა ქვეყნებში, რამდენიმე ენას ფლობდა და კითხულობდა ლექციებს. მის კვალს გაჰყვა და შეიძლება ითქვას უკვე ძალიან პატარა დაობლდა, მაგრამ გენეტიკა მაინც თავისას აკეთებს და ასეთი გაიზარდა გიგი გარაყანიძე, ძალიან იმედის მომცემი. აზორი რქომაიშვილს ძალიან დიდი იმედი ჰქონდა გედის, რომ ის ძალიან დიდ სიტყვას იტყოდა და თქვა კიდევაც რამდენიც მან მოასწრო. მე ვუსურვებ ყველა სტუდენტს, რომ ღირსეულად ეტარებინოთ მათ ეს ჯილდო და ამ ადამიანების სახელი. მე რატომღაც ასე მიმაჩნია, როგორც ნათლია და ანათლებს ხოლმე თავის ნათლულებს იმ სიკეთეს, რაც მას გააჩნია, ასევე მე მგონი მათაც გადაეცემათ გიგის და ედიშერის ის მადლი და ღვაწლი, რაც მათ ჰქონდა და დათესეს. მიუხედავად ახალგაზრდა ასაკში წასვლისა, მანც მეტ ბევრი მოასწრეს და გააკეთეს. ძალიან მნიშვნელოვანია ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდიის მონიჭება და ეს დიდი სტიმულია თითოეული სტუდენტისთვის. მადლობელი ვარ. და მინდა აღვნიშნო, რომ მათი ღვაწლი ქართული ტრადიციული მუსიკის კვლევის საქმეში არის უდიდესი და ვუსურვებ მომავალში მრავალ სტუდენტს, რომ ეს სიხარული განიცადონ. ძალიან ბედნიერი ვარ და მადლიერი. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი გალობის უნივერსიტეტს და ფონდ ქართულ გალობას მხარდაჭერისთვის და ნდობისთვის. სტუდენტები ყოველთვის გრძნობთ გალობის უნივერსიტეტის მხარდაჭერას, მათ გვერდით დგომას და ღირსეულად ვეცდები, რომ შევინარჩუნო ეს წოდება და ღირსეულად წარვსდგე ხალხის წინაშე შემდეგი წარმატებებით.